მოცემული გვაქვს ორი ვექტორი, კერძოდ A ვექტორის სიგრძე არის 5, B ვექტორის სიგრძე არის 8 და მოცემულია რომ C ვექტორი არის A ვექტორს დამატებული B ვექტორი და ჩვენ გვაინტერესებს თუ რა იქნება C ვექტორის სიგრძე. ესე იგი ეს არის A ვექტორი, B ვექტორი აქ გამოვიყენოთ პარალელოგრამის წესში და ეს C ვექტორი იქნება ამ პარალელოგრამში ეს დიაგონალი. სადაც ეს არის B ვექტორი, ეს არის A ვექტორი და თუ ეს არის 150 გრადუსი, ეს კუთხე გამოვა 30 გრადუსში. და აი ამ სამკუთხედში დავწეროთ კოსინუსების თეორემა, რომელიც გვეტყვის, რომ c-ს კვადრატი ტოლი იქნება a კვადრატ დამატებული b კვადრატი გამოკლებული 2-ჯერ a-ჯერ b-ჯერ კოსინუს ალფა. ანუ c-ს კვადრატი გამოვა 5-ის კვადრატ დამატებული 8-ის კვადრატი და გამოკლებული 2-ჯერ 5-ჯერ 8-ჯერ კოსინუს 30, რაც არის p-3 მეორედი. 5-ის კვადრატი არის 25, 8-ის კვადრატი არის 64 და 2-ჯერ 5-ჯერ 8-ჯერ p-3 მეორედი არის 40 p-3, რადგან ეს ორები შეიკვეცება და გამოვა 40 p-3. და შესაბამისად c-ს კვადრატი, ანუ c ვექტორის სიგრძის კვადრატი გამოდის 99-ს გამოკლებული 40 p-3. შესაბამისად c ვექტორის სიგრძე იქნება p-3 99-ს გამოკლებული 40 p-3-დან. მოდი გავარჩიოთ კიდე ერთი ამოცანა, კერძოდ ავტომობილი მოძრაობს თანაბარ აჩქარებულად და მე-10 წამში გადის 19 მეტრს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ თუ რა არის ავტომანქანის აჩქარება, თუ მისი საწყისი სიჩქარე 0 წამის ტოლია. გავუხსენოთ გადაადგილების ფორმულა, რომელიც არის n-ს დამატებული at კვადრატ ნახევარი, მაგრამ რადგან მანქანა ნულოვანი საწყისის სიჩქარით იწყებს მოძრაობას, n-ული იქნება 0-ის ტოლი და გავლილი მანძილი გამოვა at კვადრატ ნახევარი, ანუ გადაადგილება იქნება at კვადრატ ნახევარი ამ შემთხვევაში. თუ ჩვენ გვაინტერესებს თუ რა იქნება მე-10 წამში გავლილი მანძილი, ეს უნდა ვნახოთ თუ რა იქნება, ესე იგი 10 წამში გავლილი მანძილი და გამოვაკლოთ 9 წამში გავლილი მანძილი და მათი სხვაობა ჩვენ მოგწევს მე-10 წამში გავლილი მანძილს. კერძოდ at კვადრატ ნახევრების სხვაობა უნდა დავწეროთ. a-ჯერ 10-ის კვადრატის ნახევარს გამოკლებული a-ჯერ 9-ის კვადრატის ნახევარი, ეს იქნება 100-ას ნახევარს გამოკლებული 91-ას ნახევარი და გამოდის 19-ა ნახევარი. ამოცანის პირობის თანახმად, ანუ ეს მე-10 წამში გავლილი მანძილი უნდა იყოს 19 მეტრი. საიდანაც 19-ები შეიკვეცება და აჩქარების ნახევარი გამოდის 1 მეტრ-წამ კვადრატი, ანუ აჩქარება გამოვა 2 მეტრ-წამ კვადრატი. შესაბამისად, რომ შევაჯამოთ, თუ ავტომობილი დაიწყებს უსაწყისო სიჩქარით მოძრაობას, თანაბარ აჩქარებულად 2 მეტრ-წამ კვადრატი აჩქარებით, იგი მე-10 წამში, ანუ T-უდრის 9-დან T-უდრის 10-მდე გაივლის 19 მეტრს. თუ გსურთ ფიზიკის მერვე კლასის წიგნის შეძენა, უნდა მოგწეროთ პირადში და კურიერი მას თქვენთან სახლში მოიტანს.